აი ხა ჟურნალისტებს და მედიაზე რო არის საუბარი. ესე იგი უყურებ კაცო ამ პირველ არხს. პირველ არხს უყურებ მარტო ფეხბურთის დროს და აი ხა რო ამბობენ რეიტინგი იმედს და პირველ არხს იცით როდისა აქვს? რაღაცა სერიალები რო გადის და ფეხბურთი და რაგბი რო გადის. თორე მეტი აბა ხა რა უნდა უყურო იქ ერთი გეკითხებით თქვენ. და აი ხა ვაჩვენოთ ერთი სურათი. აი ხლა ამ სურათზე თქვენ ხედავთ ეს არის იუმორისტული რაღაცა გადაცემის წამყვანები და ერთ-ერთი აი შუაში ვინც არის ეს არის ირაკლი კაკაბაძე ასევე აი ამ ჯგუფის წევრი ბიჭო ესე იგი ეს ხალხი ხა დგანან აქციაზე გესმით თქვენ აქციაზე იდგნენ დღე და ღამე ჩვენც აქა ვართ ეგ ლოზუნგი იყო და დღე და ღამე იქ იყვნენ ხელფასი რამდენი ერთი წამით და მე ეს კონტრაქტი ამოეწურათ კი არ გაუშვიათ კონტრაქტი ამოეწურათ როგორც მე ვიცი და ამიტომ დაიხურა გადაცემა. დღეს იმ დღეს გავხედე. ესე იგი ეს კაცი ჩავთ ეს ანონსები მიდის ამ პირველ არხზე და აგერ შეხედეთ ახლა ახალი გადაცემა. მარტივი ლოგიკა ვაჩვენოთ აგერ. მისცეს საავტორო გადაცემა. თქვენ შემთხვევით ვარ გაჟრიალებთ. კაცი იდგა ანტისახელისუფლებო აქციებზე და გავიგე რომ ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ეს პირველი არხი ხო არის სახელმწიფო არხი. ეს კაცი, ესე იგი, დააწინაურეთ თქვენ, ადრე მიყავდა 4 კაც გადაცემა, ეხლა მეტფულს აიღებს უფრო, იმიტომ რომ ერთია თვითონ წამყვანი, მარტივი ლოგიკა ყვირას გადის 9-ის ნახევარ. მე მაინტერესებს ამ ხელისუფლებას მინდა მივმართო. მანდა მეც უნდა გაგინოთ, რომ ჩვენ რაღაცნაირად ყურადღება მოგვაქციოთ და დაგვაფასოთ. ხალხი აგერ აქციებზე იყო თქვენ ჩამოგდებას გეგმავდა და გადაცემებს უკეთებდა. ჩვენ ესე იგი გხურავთ? ჩვენ ესე გვიკეთებთ იმას, რომ რაღაცნაირად აი ბორბალში რომ იმას შეუდებ, რა ქვია, რაღაცა ჯოხს. გაგიჟდები რა. არაფერი არ არის გასაგიჟებელი, კაცო. აი ეს რო არის, ის ქალი რო არის, რა ქვია, ის აუტაშვილი, ქალბატონის აუტაშვილი, ის ყიზილბაში. ხო, ყიზილბაში სიტყვით ნიშნავს წითელ თავიანს. თავწითელას. ხო და ქალბატონი ნინო ზაუტაშვილი არის ყიზილბაში, იმიტომ რომ თავი აქვს წითელი, წითლად აქვს შეღებილი. აქედან გამომდინარე სიტყვით ის არის ყიზილბაში და მე ახლა მისი სულიერებიდან და მისი აზროვნების სტილიდან გამომდინარე ქალბატონი ყიზილბაში კი არა, ქალბატონი ნინო ზაუტაშვილი მართლა არის ყიზილბაში, იმიტომ რომ არის აი ამ გაქანებული სექტანტების მხარეს. ის სულელი რო არის, ის სავალელი. ქალს გავს თუ კაცს, რომ ვერ გაიგებ, რეჟისორი რო არის. ხო. აი ესე იგი, აი იმისი პირდაპირი ესე იგი რაღაცნაირად რიმეიკია, როგორც ცოტა ოდნავ გაშალაშინებული რა. ხო და ხელფასი მან ჰქონდა როგორც მე ვიცი 25000 ლარი პირველ არხზე. და TV პირველზე გადავიდა ეხლა და იქ რამდენია არ ვიცი რა. ისე TV პირველზე 55000 ლარები აქვს იმ თოქ-შოუების ხელმძღვანელებს. ამ უკვე მათ უხვად აფინანსებს. ხო, იმიტომაც არის რომ ეხლა ჩვენ ასე გამეტებით გვებძვიან. ასე რომ აქ გასაკვირი არაფერი არ არის, მე არ მიკვირს ეს ყველაფერი რაც ხდება. ანუ ეხლა რა ხდება, იცით? ეს არ არის ერთჯერად ფაქტები, მეგობრებო. ეხლა აი რო ხელისუფლების და ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლი ხალხი წინაურდება. ესე იგი ერთ-ერთი ეს მთავარი არხი ხო დაიხურა. უმუშევრად არავინ არ რჩება იქ. აგერ ერთი ჟურნალისტი ყავდათ ჟანა აკოფაშვილი. თავარ არხზე. აი შეგახსენებთ ერთი რა სიუჟეტებს აკეთებდა ეს ქალბატონი თავარ არხზე. რჩება ჟანა აკოფაშვილი ჩაგორთვება პირდაპირ ეთერში და გვეტყვის როგორ არის დაზარალებულთა მდგომარეობა. დიახ, სპეცრაზმელების მიერ სასტიკად ნაცემი ახალგაზრდების ერთმა ნაწილმა ცოტა ხნის წინ დატოვა ინგოროყვას კლინიკა, ნაწილი კი კვლავ რჩება და აგრძელებს შესაბამის სამედიცინო მკურნალობას. ახალგაზრდები აქციის მონაწილეები, რომლებიც ქუჩაში იდგნენ და ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავდნენ, ჩვენთან დეტალურად იხსენებენ იმ სისასტიკესა და ძალადობაზე დეტალებს, რომლებიც გამოიჩინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მათ წინააღმდეგ. ყველა მათგანი არის სასტიკად ნაცემი და ეს კარგად ეტყობათ ფიზიკურადაც, ყველა მათგან საყინიშნება სისხლნაჟღენთები და მრავლობითი დაზიანებები როგორც სახის ასევე სხეულის არეში. თითქმის ყველა ვინც კი მკურნალობას გადიოდა ან გადის კლინიკაში, ყველას აქვს ტვინის შერყევა და ასევე მრავლობითი მოტეხილობები, უფრო კონკრეტულად ცხვირისა და ყბის მოტეხილობების სახით. ისინი ჩვენთან საუბარში იხსენებენ, რომ თითოეულ დაკავებულს დაახლოებით 10-მდე სპეცრაზმელი უსწორდებოდა.
როგორც თავადყოფიან ძალადობას ადგილი ჰქონდა უშუალოდ როგორც დაკავების მომენტში, ასევე პოლიციის ავტომობილშიც და როგორც თავად ამბობენ, ასევე ძალადობის პროცესში სამართალდამცავები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა 21 წლის ალექსანდრე თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც გუშინწინდელ საპროტესტო აქციაზე შუბლის არეში გაზის კაფსულა მოხვდა. ექიმის განმარტებით, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოვიდა და მედიასთან კომენტარი გააკეთა, გუშინდელის შემდეგ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა თითქმის უცვლელია. 21 წლის ბიჭი ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში კვლავ მართვის სუნთქვაზე იმყოფება. სასტიკად ნაცემ ახალგაზრდებთან ერთად კლინიკაში მოთავსებულები არიან მედიის წარმომადგენლებიც. გუშინდელ საპროტესტო აქციაზე დაშავდა ტელეკომპანია ფორმულას ოპერატორი თედო ქვაჩახია. მას ტვინი შერყევა აქვს და მედიკოსები ამ დროისთვის მას შესაბამის სამედიცინო დახმარებას უტარებენ. გუშინდელ ეხლა ეს ქალბატონი გადმოგცემს იმ დრამატულობით ამ ფაქტს, ახლა ეს რატო წარმოგიდგენთ, რომ გაგახსენდეთ ვინ არის. ერთი სიტყვა არ არის ეს, რომ ეს ახალგაზრდები რასაკეთებდნენ, რომ როგორ ისროდნენ პარლამენტის მიმართულებით და აგრეთვე პოლიცია არ არის კიდე ის ორგანიზაცია, რომელსაც ვიღაცა მის მიმართ გაისვრის და ეს დუმარებით შეხვდება. აი ეს ქალბატონი მთავარ არხზე რო იყო, დღეს არის რუსთავი 2-ზე, მეგობრებო, სამთავრობო არხზე. მე ვეკითხები პირველ არხზე აგერ ეს კაკაბაძე დააწინაურეს იმის გამო რომ აქციებზე იდგა. ეს ჟანა აკოფაშვილი გადმოიყვანეს იმაზე რა ქვია რუსთავი 2-ზე და კაი ხელფასით ეკნება. მე მაინტერესებს ვინც ამ მედია პოლიტიკას აწარმოებს ხელისუფლების. თქვენ ვერ გავიგეთ რას ეუბნებით თქვენ მედიის წარმომადგენლებს, ესე იგი რომ ვინც კი ხელისუფლებას აგინებს ლანძღას არც ერთი არ დარჩება უმუშევარი, ხოლო ვინც არის იმ სამართლიან სწორ ეროვნულ პოზიციაზე, რომელზეც უნდა იყოს, ისინი უნდა ჩაირეცხონ მარეგულირებელი კომისიიდან.